აჭარული ნაღბის ბორანო თურმე კვერცხით მზადდებოდა. დღეს ჩვენ მომზადებთ აჭარულ უგემრიელეს კერძებს, რომლის მომზადებაშიც დაგვეხმარება ჩვენი შეფი ბატონი ათო. გამარჯობათ, მოგესალმებით. დღეს ჩვენ გავაცოცხლებთ აჭარის ერთ-ერთი კუთხის ხულოს ნამდვილ ტრადიციულ კერძებს ნაღბის ბორანოს. აბა რა არის პირველი ეტაპი? პირველი ეტაპი, რა თქმა უნდა, ვიღებთ ტაფას. გადაგვაქვს ნაღები, გადაგვაქვს გაზზე და ვიწყებთ ადუღებას. ჩვენ ნაღები ადუღდება მოვამზადოთ, რა თქმა უნდა, საერთოდ ახალი უმარილო აჭარული ყველი. დარწმუნ ყველს ვეძახით ამას ჩვენ. აუცილებელია ყველი იყოს უმარილო და ახალამოღებული, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი წელვადობის. ნაღები მივიდა ადუღების ეტაპამდე, ცოტა დაველოდოთ, იდუღოს 1 წუთით და გადავიტანოთ გამზადებულ ყველზე. თითქმის ჩვენი ნაღბის ბორანო დასასრულს მიუახლოვდა, რომ შევინარჩუნოთ აჭარული ტრადიციები და გემოები, აუცილებლად უნდა დავამატოთ კვერცხი. ოღონ მარტო კვერცხის გული ჩვენი ნაღბის ბორანო მზად არის. გემრიელად მივირთვით.